რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. სუსმა გაავრცელა ვიდეო, რომელსაც რამდენიმე საათით ადრე გვიანონსებდა მამუკა მდინარაძე. ეს ვიდეო ეხება როგორც გვეუბნებიან გიორგი უძილაურის ჯაშუშობას და ამტკიცებს ამ ჯაშუშობას. ვიდეო ალბათ ნახეთ, სულ ერთწუთიანია და ალბათ თქვენც ისევე ცოტა გაიგეთ ამ ვიდეოდან, ან საერთოდ ვერაფერი ვერ გაიგეთ ისევე როგორც მე. ვიდეოს ჩანს ორი ფიგურა, ერთი არის როგორც გვეუბნებიან გიორგი უძილაური, თუმცა სახე დაფარული აქვს და მეორე ფიგურა მთლიანად დაფარულია, დაბლარულია. ვიდეოში თავიდან არ ჩანს არანაირი კომპიუტერი, მერე რაღაც მომენტში ჩნდება გახსნილი ლეპტოპი, გახსნილი ეკრანი და საუბარი მიდის ინგლისურად. საუბარი მიდის რაღაც Word-ის დოკუმენტზე, რომელიც აი ამ ნაკლებად დაფარულმა, ფიგურამ, გიორგი უძილაურმა სავარაუდოდ გაუგზავნა იმ მეორეს მთლიანად დაფარულს. და საუბარი მიდის იმაზე, რომ მეორემ ეს Word-ის დოკუმენტი ვერ გახსნა, იმიტომ რომ მათი პაროლები არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. რაღაც პრობლემა ჰქონდა ტექნიკური. What does it mean? First, you should read what I wrote to you because it's important. When I send you something, I will use this. It will be the name of the file is. ეს არის და ეს. ვიდეოს ბოლოში ის მეორე ფიგურა აწუდის რაღაცას გიორგი უძილაურს და სუსმა შემოხაზა და დააწერა. აი ეს არის ფაქტი, რომ გიორგი უძილაური ფულს იღებსო, აი ვიღაცისგან და ხელსაწერს უწყისო. ახლა რას აწერს გიორგი უძილაური? იმ მომენტში ხელს საერთოდ არ ჩანს. კონვერტია თუ არა, რომელსაც იღებს, ესეც არ ჩანს. მით უმეტეს არ ჩანს ფული დევს თუ არა იმ კონვერტში. ამიტომ მართალი რო გითხრათ, ძალიან ბევრი ეჭვი ჩნდება და ვერანაირი ადრინდელი ეჭვი, რომელიც იქამდე მქონდა მე, გქონდა თქვენ და გქონდა საზოგადოებას, გაქარწყლებული არ არის. პრობლემა, თავარი პრობლემა არის ის, რომ კამერა დამონტაჟებულია სამზარეულოში. გიორგი უძილაურის სამზარეულოში. ეს კაცი კიდევ ერთხელ გახსენებთ, იყო ბორის ივანაშვილის პრაქტიკულად პრესმდივანი. ქართულ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი და ფინანსური პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. ადამიანი, როგორც სუსი გვეუბნება, რომელსაც ჰქონდა დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებებთან. ამ ადამიანს კამერა ჰქონდა დამონტაჟებული სამზარეულოში, სახლში, საკუთარ სამზარეულოში, ბორის ივანაშვილის პრესმდივანს. ამიტომ ხოცებო, პირველ რიგში თქვენ გეუბნებით. შეამოწმეთ თქვენი სამზარეულოები, საპირფარეშოები, აბაზანები, საძინებლები. ყველგან შეიძლება გქონდეთ კამერა, იმიტომ რომ ეს კაცი არის მანიაკი და პირველ რიგში თუ ვინმეს ეშინია და ვინმეზე ეჭვიანობს, თქვენი ეშინია და თქვენზე ეჭვიანობს, თორემ ოპოზიციას რომ უთვალთვალებს, ეს ვიცით. რამდენიმე დღის წინ მამუკა მდინარაძემ აღიარა, რომ 30-ჯერ არის გაზრდილი ინფორმაციის შედინება სუსში. როგორ შეიძლება ნახევარ წელიწადში 30-ჯერ გაიზარდოს ინფორმაცია, რომელიც შედის სუსში? შეუძლებელია, რომ აგენტების რაოდენობა გაიზარდოს 30-ჯერ, შეუძლებელია, რომ ოპერატიული თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდოს 30-ჯერ, მაგრამ შესაძლებელია, რომ ტექნიკური აღჭურვილობა გაიზარდოს 30-ჯერ, გაფართოვდეს და გამრავლდეს. ესე იგი, კამერების რაოდენობა, რომლებიც თქვენ, ხოცებო, სამზარეულოებში, ტუალეტებში, საძინებლებში გაგვ დამონტაჟებული, საყვარლის სახლებში, მანქანებში, ყველგან. აი, ამ კამერების რაოდენობა არის გაზრდილი 30-ჯერ და 30-ჯერ მეტი ინფორმაცია შეძდის სუსს. ამიტომ ხოცებო, პირველ რიგში თქვენ გაფრთხილდით, იმიტომ რომ ეს კაცი პირველ რიგში თქვენ გითვალთვალებთ, თქვენ გისმენთ და თქვენს ცხოვრებაზეა ჩასაფრებული. ეშინია, რომ აქეთ-იქით არ გაძორეთ და რაიმე არ თქვათ მის წინააღმდეგ. მით უმეტეს რაიმე არ ჩაიფიქროთ. რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა.